ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს საკრებულოში, უნდა გადავაყენოთ, ასე ვთქვათ. და ეს არის ძირითადი მოთხოვნა და რიგარის შესწავლაც ბუნებრივია ამის გამო იქნება მოწვეული. თქვათ და არ დანიშნა ბატონმა სამადაშვილმა საკრებულოს ხდომა, ჩვენ გვაქვს უფლება და ლეგიტიმური უფლება, რომ თვითონ 25 ადამიანმა ერთ-ერთი თავმჯდომარე ჩაატარებს საკრებულოს ხდომას და ეს იქნება სამართლიანი და კანონიერი. ეხლა ამ წუთში საკრებულოს თავმჯდომარეზე ჩვენთან გარკვეული კონსულტაციები იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას პოლიცია მიიღეს. 23 დეპუტატმა ხელის მოწერით მივმართეთ სრული რეგლამენტის დაცვით, ყველანაირი პროცედურის დაცვით, თავისი დღის წესრიგის საკითხებით და ამ დღის წესრიგის საკითხების პროექტებით ბატონ ზაალ სამადაშვილს, რომელიც ვალდებულია 7 დღის ვადაში, ამასაც რა თქმა უნდა რეგლამენტი არეგულირებს, უნდა ჩაინიშნოს რიგარეშეს ხდომა. სისტრაფეს ვერ ხედავ რიგარეშეს ხდომის აუცილებლობის მოწვევისა იმისათვის, რომ რამოდენიმე ადამიანი მე და კომისიის თავმჯდომარეები გადაგვეყანონ, იმდენად რამდენადაც რიგარეშეს ხდომა თუ მოიწვევა 17-ში ან 18 რიცხვში, ხოლო საკრებულოს ძირითადი ხდომა ისედაც იგეგმება 26 რიცხვში. ერთი კვირით ადრე იმისათვის, რომ რამოდენიმე ადამიანი თანამდებობიდან გადააყენონ და ვიღაცა სკამებში ჩახტეს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ესეთი ხდომა უნდა იყოს მოწვეული. თუმცა პრეროგატივა ეს არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის